გადავიხედეთ, ახალგაზრდაც მდინარე იყო, გასვლას აზრი არ ქონდა, ეს მოიმატა, მაგრამ ვერ ვიფიქრებთ, რომ კიდევ უფრო აიწევდა დონე. დავეროდეთ ცოტა ხანი, დონე იმატებს. ეგრევე მეთქი გააღვიძეთ ბავშვები, საწყობნაში ვიყოთ, ჩავიცით, პატარები გავაღვიძეთ. თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა შორის ახალციხელი პეტრე გელაშვილიცაა. მისი 8 სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. იგი 13 ივნისს იხსენებს და ამბობს, რომ როცა წყალმა ვერესხეობა დატბორა, მას და მცირეწლოვან შვილებს ეწინათ. სიტუაცია საგანგაშო რომ გახდა, იგი მეუღლემ გააღვიძა. ოჯახი სახლის დატოვება შეეცადა, თუმცა როგორც დაზარალებული ყვება, წყალი სახლში შევარდა და გადარჩენა მხოლოდ სახურავის ახდის შემდეგ შეძლეს. ღია ცის ქვეშ დარჩენილი 8 სულიანი ოჯახის უფროსი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათთვის ყველა სახის დახმარება მნიშვნელოვანია. ეს არის დანაპირებია, რომ გაგვიყვანენ ქირით, იმ ქირის თანხაც კონკრეტული ჯერ არ უთქვიათ, სავარაუდოდ 500 ლარი და 800-500 ლარად სად ვიქირავებთ და როგორ ვიცხოვრებთ, არ ვიცი. და საომავლოდ თვითონ გარემონტება უნდათ ამისი. მაგრამ ეს რემონტი, არ ვიცი, კიდე თუ იცხოვრება, როგორი მდგომარეობა არის. აქ მისასვლელი გზები, მე ეს თუ არ მოგვარდა ეს პრობლემა, სანიაღურეს და ამ შემდეგ, ეს ყოველი წვილის მერე უარესი და უარესი იქნება. ახალციხის მაცხოვრებლების სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მეოთხე დღეა გაერთიანდნენ. ადმინისტრაციულ შენობაში მსურველებს სურსათის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიტანა შეუძლიათ. გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც მსურველებს საშუალება ეძლევათ თანხა გადარიცხონ და უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარონ. მოსახლეობის ნაკადი არ წყდება, ისევ მოდიან, მოაქვთ ფულადი დახმარება, სურსათი. ხვალაც გვექნება, გაგრძელდება ეს პროცესი. ისევ გვინდა ცოტა მეტი იმას აქვს შევაგროვოთ და მერე გადაირიცხება ფონდში. ახალციხის მერის განკარგულებით ქალაქის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხა თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სახელზე გადაირიცხება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხელებს თანამემამულეთა დასახმარებლად გაერთიანებისაკენ მოუწოდებენ. Სამძიმრებ ყველა დაღუპულის ოჯახს და საერთოდ მთელ საქართველოს ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩვენ დედაქალაქისათვის. ჯერ ამდენი ადამიანი დაიღუპა, განადგურდა უზარმაზარი ინფრასტრუქტურა. მართლაც ძალიან დიდი ზარალი მიადგა. ამიტომ მთელი საქართველო და მასთან ერთად ახალციხეც მობილიზირებულია, რომ დაეხმაროს ჩვენ დედაქალაქს, ის მაცხოვრებლებს, დაზარალებულ ადამიანებს. სამწუხარო ტრაგედია დაბაყდა თავს. იზიარეთ მწუხარებას. ეს მარტო თბილისის ტკივილი არ არის, ტკივა სათითაო ჩვენგანს, ტკივა სრულიად საქართველოს. ჩვენი წვლილი შევიტანეთ პირველადი და განმეორდება კიდე მრავალჯერადი. სანამ ეს აღმოიფხრება და სანამ სახე მიეცემა დალაგების, მოუწოდებ ყველას, რომ დავეხმაროთ, გავერთიანდეთ, დავდგეთ ყველა ერთმანეთის გვერდით. ახალციხელი პეტრე გელაშვილის მსგავსად უსახლკაროდ სვანიძის ქუჩის არაერთი მაცხოვრებელი დარჩა. ამ დრომდე მიმდინარეობს როგორც საცხოვრებელი სახლების, ისე დედაქალაქის ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები. მასში თბილისის მაცხოვრებლები ჩაერთვნენ. ბოლო ინფორმაციით გარდაცვლილი 17 მოქალაქეა, ხოლო 5 დაკარგულად ითვლება.